გარდაცვლილი პატიმარის ადვოკატი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის გარდაცვალების მიზეზი ისაა, რომ გლდანის მერვე დაწესებულებიდან ის უმძიმესად ნაცემი გადაიყვანეს კლინიკაში იანვარში და ექიმები მკურნალობდნენ მას, მაგრამ ვერაფერს გახდნენ, როგორც ადვოკატი აცხადებს და მისივე თქმით, ამ ადამიანს ჰქონდა 30-ზე მეტი მოტეხილობა, იყო ნაცემი, მაგრამ გამოძიებას არაფერი გაუკეთებია და როგორც ადვოკატი აცხადებს, ახლა ცდილობენ, რომ გაავითარონ ისეთი ვერსია თითქოს პატიმარი წაიქცა და სწორედ წაქცევის შედეგად მიიღო მსგავსი დაზიანებები, ასევე კლინიკა ვივამედის დირექტორმა ზურაბ ჩხაიძემაც გააკეთა განცხადება ამასთან დაკავშირებით. მისი თქმით, კლინიკაში პატიმარი 23 იანვარს გადაიყვანეს, მას ჰქონდა მრავლობითი დაზიანება, თავის ტვინის დაზიანებები, ასევე მას ჩაუტარდა აუცილებელი და საჭირო სამკურნალო ღონისძიებები, მაგრამ მიუხედავად ამისა სამწუხაროდ დადგა ლეტალური შედეგი და ასევე ის აცხადებს იმასაც, რომ ეს არ ყოფილა მოულოდნელი სიკვდილი და 46 წლის იოსებ გორგაძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით სახალხო დამცველის აპარატმა გააკეთა განცხადება და ომბუდსმენის აპარატი აცხადებს იმას, რომ მათ მოიძიეს შესაბამისი ინფორმაციები, ასევე გაარკვიეს ისიც და შეისწავლეს ყველა სახის ვიდეო ჩანაწერი, რომელიც დერეფანში იყო დამონტაჟებული, თუმცა აღმოაჩინეს ის, რომ საკანში, რომელშიც პატიმარი იმყოფებოდა, ვიდეო ჩაწერა არ მიმდინარეობდა, პატიმრის სამედიცინო მასალებით ვლინდება მრავლობითი დაზიანებები. აუცილებელია გამოძიებამ და სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზამ ამ მწურავი პასუხები გასცეს მათი წარმომავლობის შესახებ და ამავდროულად ომბუდსმენის აპარატის განცხადებაში ნათქვამი არის ისიც, რომ ისინი გააგრძელებენ ამ საკითხთან დაკავშირებით ინფორმაციის მოკვლევას და იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებული პენიტენციური სამსახური ავრცელებს განცხადებას და მათი თქმით, მძიმე დაზიანებებით გადაყვანილი იოსებ გორგაძე და მასზე ძალადობა არ დასტურდება. როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, 2025 წლის 23 იანვარს ბრალდებული ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარეს და აღსანიშნავია, რომ ჩხუბისა და ძალადობის ფაქტი მიმდინარე გამოძიების ფარგლებში არ დასტურდება, ვკითხულობთ უწყების განცხადებაში და აქ ასევე ნათქვამი არის ისიც, რომ ბრალდებულს ან მის უფლებადამცველს დაწესებულებაში ყოფნის სრული პერიოდის განმავლობაში პენიტენციური სამსახურის და ადმინისტრაციის მიმართ რაიმე სახის საჩივარი ბრალდებულის უფლებების დარღვევის შესახებ არ განუცხადებიათ.